ძვირფასო საზოგადოება ჩემი ხმა თუ გესმით უკან. მე ვარ პროფესიით მათემატიკოსი. ამიტომ მოითხოვს ყველა საკითხი ზუსტად უნდა გაშუქდეს მეცნიერებაში. პირველ რიგში მათემატიკას იმიტომ ვახსენებ, რომ სიზუსტეზე მაქვს ორიენტირება. პირველ რიგში მინდა დავასახელო დიდი ქართველი მეცნიერები სიმონ ყავუჩიშვილი და აკაკი ურუშაძე. აკაკი ურუშაძის წიგნი ძველი კოლხეთის არგონავტების თქმულებაში ეს არის შესანიშნავი წიგნი, რაც ჩვენ უნდა ვიცოდეთ. ზოგადად ქართველებმა პოლიტიკასთან დაკავშირებით თუ არის თუ ლიტერატურასთან და ასე შემდეგ. კიდევ მინდა დავასახელო, რომ აკაკი ურუშაძე არის ერთადერთი პიროვნება, რომელმაც არგონავტიკა აპოლონიუს როდოსელისა თარგმნა ორ სახად. ერთი როგორც პროზაული, მეორე როგორც პირდაპირ სიტყვასიტყვით თარგმანი. მეორე ქართველი კაცი, რომელიც ჩვენ სამწუხაროდ არ ვიცით, პირველად თარგმნა რუსულად არგონავტიკა გრიგორ წერეთელი. სამწუხაროდ ამის ფასით ჩვენთან დაიკარგა. მაგრამ ბატონ ვალერის ასათიანს, რომ ეს პიროვნება კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ქართულ საზოგადოებაში. ეხლა მინდა გადავიდეთ თემასთან დაკავშირებით. მედიას როლი მითების მიხედვით ჩვენ ვერ შევცვლით ვერანაირად, მაგრამ თავად მითებში, ბერძნულ-ლათინურ მითებში მოცემულია ის მასალა, რაც ჩვენ შეგვიძლია იმ აზრს დავუპირისპიროთ, რასაც ქვია მედია როგორც შვილების კვლელი, ხო? ჩვენ ვიცით ჰესიოდე მერვე საუკუნე ქრისტესშობამდე. ის ახსენებს მედიას ორ ვაჟიშვილს და მესამესაც ახსენებს. სადაც არ არის საერთოდ ხსენება მედიას როგორც კვლელი დედისა. ეს შემოაქვს ევრიპიდეს. ევრიპიდე დაიბადა წელიწადში 480 წელს და ამის შემდეგ შემოდის როგორც ლიტერატურაში მედიას როლი. თუმცა ჩვენ ვიცით სხვა ავტორების მიხედვით, რომ მედიას შვილები მოკლეს კორინთოელებმა. ეს წერია ცალსახად ბერძნულ მითში და ამ ციტატას მე ამ საზოგადოებაში არ წავიკითხავ. კიდევ ჩვენ გამოგვრჩა მნიშვნელოვანი რამ ქართულ სამეცნიერო საზოგადოებამ კარგად იცის, მაგრამ ჩვეულებრივმა საზოგადოებამ არ იცის, ქართული სახელმწიფო რატომ არის 3000 წლის. ანუ რატომ მივიღეთ ჩვენ ეს თარიღი, სამწუხაროდ შეიძლება პოლიტიკოსებმაც არ იციან. ეს არის ედუარდ შევარდნაძის დროს 1999 წელს სპეციალური ბრძანება არის ნომერი 29. ეს ინიციატივა ეკუთვნის აკადემიკოს თამაზ გამყრელიძეს. აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის ინიციატივაში იყო ეს დადასტურებული თავისი მოსაზრება, რომ ქართული სახელმწიფოების ათმა, ქართველი სახელმწიფოების ათმა უნდა მოხდეს კოლხეთიდან და რა საფუძველზე ხდება. რა თქმა უნდა, ბერძნული მითებისა და რომაული მითების მიხედვით არ არის ესა, ეს არის მეხაზოვანი, ბერძნული მიკენური ხანის მეხაზოვანი ტექსტებში ნახსენები ის პიროვნებები, ჩვენ არ ვიცით, ახლა ნამდვილად ის აიებია და კოლხეთია ნახსენები აია, მედეოსი, მედიას ვაჟიშვილის სახით. და ასე შემდეგ ნახსენებია. აი ამ თიხის ფირფიტები, რომელიც აღმოაჩინა სერაპულევანსმა 1900 წელს. ეს ინახება ძირითადად ათენის ეროვნულ მუზეუმში და ასევე ჰერაკლეს არქეოლოგიის მუზეუმში, სადაც ჩვენი ისტორიის ნაწილობრივი ასახვა არის თიხის ფირფიტები. ეს არის ქრისტესშობამდე 1450-1100 წელი. აი ეს პერიოდი, რომელიც არის ბერძნულ მითებთან დაკავშირებული არგონავტების მითი. არგონავტების მითში ნახსენების სახელები მეხაზოვან ტექსტში მოცემულია. ახლა ამ სახელებს არ წავიკითხავ, იასონის სახელის გარდა კიდევ სხვა პიროვნებებია დასახელებული. ამის გარდა აქ მინდა ვთქვა, რომ მედიას როგორც ქალს შვილი ბერძნული ტექსტების მიხედვით 2 ან 3 არა 14. ბერძნული ტექსტები ამას წერს 7 ვაჟიშვილი, 7 ქალიშვილი. საკმაოდ დიდ ხანს ვიმუშავე მე
ვატიკანის დახურულ ფონდში და ის მასალა მინდოდა მაინტერესებდა მედიას შვილების სახელები დამედგინა ზუსტად რომელ კითხი წერია. ჯერჯერობით მოახერხე 7 სახელი, აქედან ერთი ქალიშვილის სახელია, ეს ყველა მას შვილი ყავს იასონიდან. ერთ წყაროში მხოლოდ პასიანტოსი წერს, რომ ეგეოსიდან ყავს გაჩენილი მედეოსი. ერთ წყაროში ერთ სხვა წყაროც იმეორებს, რა თქმა უნდა. ყოველ შემთხვევაში ბერძნულ მითებში მედიას როგორც მკვლელობასთან დაკავშირებით შიგნით შეგვიძლია ეს ნეიტრალიზაცია გავაკეთოთ, იმიტომ უფრო მეტ ბერძნულ წყარო ძველი ევრიპიდემდე სხვას წერს. ევრიპიდე როგორც ასეთი ფიქრობს ალბათ თავისი ნაწარმოები ბევრმა რომ წაიკითხოს და ამიტომ მედია როგორც ცნობილი ქალბატონი შეიძლება ამ კუთხით მას წარმოეჩინა. რა ამას უნდა შევწყვიტ, მაგრამ გვაქვს რა თქმა უნდა სხვა მასალები. მე ხარ მინდოდა მეთქვა კიდევ არა მარტო მედია არის ცნობილი ჩვენი ქალბატონებიდან, კირკე და მასივა. კირკე გახლავთ ოდისევსის მეუღლე და მისი შვილები საოცარი არ არის რატო არ გვახსოვს სპეციალისტების გარდა ლატინოსისა და რომუსის დედა არის კირკე. საერთოდ საბერძნეთის გარდა იტალიაში მე ბევრი გამოკითხვაც ვაწარმოებ და დღემდე არსებობს ჩირჩეს როგორც ასეთი სასიმღერო ხალხური ლექსები. ამ შემთხვევაში შესასწავლია ყველაფერი. კიდევ მინდოდა მე თქვენთვის მაიკლ ბენდისმა 1952 წელს ამოიღო მეხაზოვანი და ამის საფუძველზე ჩვენ ვეცადეთ აკვასის ხაზოვანი უფრო ძველი ტექსტები, რომელიც ევანსმა აღმოაჩინა კნოსოსის სასახლეში წაგვეკითხა. სწორედ ამ ტექსტებშიც ამოკითხულია კოლხეთი, აიეტი, არ ვიცი ხო ნამდვილად ის აიეტია, მაგრამ სახელი ნამდვილად არის მაკარიკე, ეს როგორც ჩანს ბერძნულ წყაროების მიხედვით მაკროთა დასახლება მაკრისელების ან მაკრიელების და ასე შემდეგ, რომელიც დაკავშირებულია უშუალოდ ჩვენ ომობრივ სახელებთან, მაგალითად აპოლონის როდოსების არგონავტიკაში ასეთი ციტატაა: მაკრისელთა ელასური ლაშქარი მოყვარდაო. ანუ მაკრისელი ეს არის ელასი, ანუ იგივე ქართველური წარმოშობის ყოველ შემთხვევაში ტონი. რიგი საკითხების გარდა კიდევ მინდა დავასახელო, რომ აიეტის სახელი იმდენად ცნობილია ხმელთაშუაზღვისპირეთში, არა მარტო ბერძნულ და რომაულ წყაროებშია ცნობილი, არამედ ეგვიპტურ წერილობით ძეგლებში. პირველად ეს ამოდიხა ბერძნული ენის ტექსტის კვლევის დროს, მოგესწრებათ როზეტის ხის საკითხის პრობლემა რამდენად იდგა შამპოლიონის დროს, მაგრამ პირველი ცდელობა საკითხისა ორ მეცნიერს ჰქონდა. ერთი ფიზიკოსი იყო იუნგის გახსოვთ ფიზიკიდან და მეორე იყო ოკერბაუმი. აი ოკერბაუმმა და იუნგმა ამოიკითხეს აიეტის სახელი ეგვიპტურ დემოდიურ ტექსტებში. თუმცა ეს დემოდიური ტექსტები ჩვენცეთ აღწერს მესამე საუკუნეა. მე კიდევ მინდა თქვა იმაზე, რომ ქართული სახელმწიფოებრიობის ამ მასალებზე თუ ჩვენ ავაწყობთ და თუ ჩვენ გვექნება იდეა თამას გამყრეწის ამ სულნად მეცნიერის აზრს მივიყვებით, ამ მეთოდით ჩვენ კიდევ ქართული სახელმწიფოებრიობა ძველი გაგებით 1000 წლით უნდა დავაწყებოთ. ამაზე საუბარი კი არ უნდა გვეხმარებოდეს, არამედ საქანადოდ მეცნიერულად მსოფლიო მასშტაბში ეს უნდა წარმატგინოთ, როგორც ეკადრება ქართველს, უდიდეს ქართველს, რომელმაც დიდი ისტორია შექმნა არა მარტო თავისი ქვეყნისა, არამედ ევროპის ისტორიისა. დიდი მადლობა. მაგრამ ახლა წავიდე, ხო? ხო, წაიკეთე. მე არ მინდოდა დიდი ხნის საუბარი, მე დოკუმენტები მომქონდა ეკრანზე საშუალებლად, მაგრამ ეს დარბაზი ამის საშუალებას არ გვაძლევს, მაგრამ რადგანაც თქვენ ხო სახელი წავიკითხოთ, ეხლა წავიკითხავ სახელს მედიას შვიდი არის, რომელიც ბერძნულ
ტექსტებში ჩვენ მოვძებნეთ საერთოდ კიდევ ვითხოვდი რამდენიმე სიტყვას რომ მაგალითად ცოტას გადავყვეთ დავასახელებ სპეციალურად ვითხოვე ლუვრის მუზეუმში ფასადებზე მოცემული ქანდაკებების აღწერა და საოცარი იყო რომ სამ ფასადზე არის გამოქანდაკებული პასიფაი და კირკე ეს გადაღებული ფოტოები გვაქვს და ერთი ასლი ინახება ვერსალში ეს დავაკიდეთ რა თქმა უნდა ეს გვაქვს ეხლა გვინდა მედიას შვილების სახელები წავიკითხოთ ესე იგი მერმერუსი ან მას მეორენაირად ქვია მაკარევსი მეორე შვილი ფერესი ან მას ქვია თესალოსი თესალოს ბერძნულწარო წერს რომ ეს არის საბერძნეთის ერთ-ერთი ადგილი თესალია მისგან წარმოდგა მედეოსი მას ქვია მეორენაირად პოლიქსენოსი აი მედეოსის სახელიდან წარმოქმნილია ჩრდილოეთ სპარსეთის მიდია ამას ეროდოტე წერს ერიოპისი არგოსი აქიმენესი ან აქიმედესი ისანდროსი აქედან არის ერიოპისი ქალიშვილი მადლობა თბილისის ჯავახიშვილის